გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლას 9 წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებულება კანონმდებლობით დადგენილ ეროვნულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ავტორიზაციასთვის დაწესებული მოთხოვნები სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს მოიცავს, მათ შორის მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო და ინფრასტრუქტურულად გამართული გარემოს შექმნას. ასევე თანამედროვე სასწავლო მოთხოვნებისა და მიდგომების დანერგვას. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ავტორიზაციის პროცესი გრძელდება. ჩვენმა სკოლამ 2 აპრილს გააკეთა განაცხადი, 10 აპრილს უკვე ძალიან მალე ყისიერად მოგვივიდა მაძიებლის სტატუსი. დავიწყეთ მუშაობა, შევქმნით ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ზოგადად ავტორიზაციის სქემაზე და 29-30 მაისს შემოვიდა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც შეგვამოწმეს მთელი რიგი დოკუმენტაციები, მოთხოვნები, რაც ჰქონდა ხარისხის მართვას. მოთხოვნა იყო შემდეგი: პირველ რიგში სკოლა უნდა აკმაყოფილებდეს და ჰქონდეს 7 წლიანი სამოქმედო გეგმა. და 7 წლიანი სამოქმედო გეგმა ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ დირექტორის მიერ შექმნილი, ეს არის ზოგადად სასკოლო საზოგადოების მიერ შექმნილი. ჩვენ წინასწარ ჩავატარეთ კვლევები, დაახლოებით 4-5 თვე ვმუშაობდით, რომ შეგვექმნა დოკუმენტი. კვლევების შედეგად, სადაც ჩართულები იყვნენ მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, გამოიკვეთა პრიორიტეტები სკოლისა, პრიორიტეტები ძლიერი და სუსტი მხარე და ამის მიხედვით შევქმნით 7 წლიანი. 7 წლიანიდან გამომდინარე იქმნება უკვე სკოლაში სტრატეგიული დოკუმენტი და სტრატეგიული დოკუმენტიდან გამომდინარე სასკოლო კურიკულუმი. და ავტორიზაცია ამოწმებს აი ამ პროცესს 7 წლიან სტრატეგიულ დოკუმენტს და კურიკულუმს და უკვე შიდა დოკუმენტაციას, რაც ვფიქრობ, რომ წარმატებით გავიარეთ.